მერის მიერ მოსახლეობისთვის ანგარიშის წარდგენა ეს არის კანონმდებლობით სავალდებულო და ყოველი წლის ნოემბრის თვეში მე არის ვალდებული რომ მოქალაქეების წინაშე წარდგეს ანგარიშით გაწეული საქმიანობის შესახებ. ეს რისთვის არის ხომ მნიშვნელოვანი იმისთვის რომ პირველ რიგში იქ მცხოვრებმა ადამიანებმა იცოდნენ რას აკეთებს მისი თვითმმართველობა მის მუნიციპალიტეტში, მის ქალაქში, მის სოფელში. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მუნიციპალური ორგანოს გამჭვირვალობისთვის ერთი მხრივ და მოქალაქეთა მონაწილეობის გასაზრდელად მეორე მხრივ. თუმცა მხოლოდ ანგარიშის ჩაბარება არაფერია, თუ მანამდე კავშირი არანაირი არ გააჩნია მერს საკუთარ მოქალაქეებთან. ეს იმას ნიშნავს, რომ მანამ სანამ ანგარიშამდე მივა მერი, მთელი წლის განმავლობაში წლის დასაწყისიდან, როცა დაიწყებს უბრალოდ მომდევნო წლის ბიუჯეტზე მუშაობას, ის ვალდებულია რომ გააკეთოს საჯარო შეხვედრები მოსახლეობასთან და მათთან ერთად დაგეგმოს პირველ რიგში, რას აპირებს მომდევნო წელს გააკეთოს საკუთარ მუნიციპალიტეტში და ამის შემდგომ უკვე რისი გაკეთება შეძლო, რისი ვერ შეძლო, რა იყო ამ შეუძლებლობის მიზეზი ან პირიქით, ამაზე უნდა იმსჯელონ ერთად, ისაუბრონ და გამოიტანონ დასკვნები იმისთვის, რომ მომდევნო წელს იგივე შეცდომები არ დაუშვას და ამ შემდეგ. პრობლემა სწორედ ის არის, რომ მთელი ეს ციკლი რეალურად არის აბსოლუტურად ფორმალური ყველა მუნიციპალიტეტში პრაქტიკულად და მერები ამას უდგებიან როგორც რაღაცა სავალდებულო ჩანაწერს კანონში, რომელსაც ბოდიში გამოთქმისთვის დაბჭიჭკავენ რაღაცა სანახევროდ დახურულ შეხვედრაზე გაკეთებული ღონისძიებით და ამით ჩაითვლიან რომ ეს ანგარიშის წარდგენა მოხდა. რეალურად ვინ ესწრება ხოლმე ასეთ ანგარიშების წარდგენას, ხო? პირველ რიგში საჯარო მოხელეები ისევ და მოქალაქეები, რომლებიც რეალურად არიან მმართველი პარტიისვე წარმომადგენლები, ეს არის პრაქტიკა, რომელიც სამწუხაროდ დაინერგა პრაქტიკულად ყველა მუნიციპალიტეტში და რომელიც არ იცვლება აგერ უკვე რამდენი წელია და თავისთავად ცხადია, როდესაც ასეთი მანკიერი პრაქტიკა გაქვს შენ დანერგილი, იქ მოქალაქეთა მონაწილეობაზე, ანგარიშვალდებულებაზე, გამჭვირვალობაზე საუბარი უბრალოდ ზედმეტია. ეს არც ერთი პუნქტი, რაც რეალურად კანონის მოთხოვნა არის, ამით არ კმაყოფილდება და კანონში ეს ჩანაწერი გვაქვს სწორედ მოქალაქეთა მონაწილეობის თავში და სწორედ იმიტომ, რომ მოქალაქე უნდა იყოს აქტიური და მონაწილეობდეს საკუთარი საკითხების გადაწყვეტაში, მაგრამ მეორე მხრივ ფაქტი გვაქვს ის, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ კანონი